მესამე მაყურებელს მადლობა მოწვევისათვის. არავინ პოლიციის ლაფში ამოსვლას არ ცდილობს. ბუნებრივია 40,000 ადამიანია და ძალიან ბევრი წესიერი ადამიანია, მაგრამ მოდი ახლა გავყვეთ და ეს ცალსახაა, მაგრამ ახლა მოდი გავყვეთ ფაქტებს და მოდი ვისაუბროთ საკითხებთან დაკავშირებით, ხოლო ახლა ესენი რასაც ლაპარაკობენ, ეს ვიცით პირიქით მათი ქმედებები, როდესაც დანაშაულს პირდაპირ ვთქვათ, მე რა, როდესაც დანაშაულს გადაცდომას უძახი, ხო? გადაცდომა რა არის? არის თუ არა რბილი ფორმა ამ შემთხვევაში და დანაშაულის სახელი უნდა დაარქვა, რა არის და როგორ არის, მაგრამ ეს გავწიოთ მე რა. მოდი ვთქვათ ახლა ესეთი რაღაცეები. და მე მინდა კითხვები დავსვა და მე მაყურებელს თუ ამ შემთხვევაში აქვს გარკვეული ეჭვები რაღაცასთან დაკავშირებით, მოდი ვისაუბროთ ამასთან დაკავშირებით. აი კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, მე რა, როდესაც ეს ვიდეო მასალის ამ შემთხვევაში გავრცელებაზე არის, როდესაც ეს ვიდეო მასალა გავრცელდა. დაისვა კითხვები და მე დავსვი ეს კითხვები. მიმდინარეობს თუ არა ამ შემთხვევაში გამოძიება წამების მუხლით. ჩემი ფიქრია, როგორც ერთი ამ შემთხვევაში იურისტის, პოლიტიკოსის, იურისტის, რომ აქ ალბათობა იმისა, რომ წამების მუხლით მიმდინარეობდეს გამოძიება არსებობს. დავსვი ეს კითხვა, მაგრამ ჯერ პასუხი არ მეგვიღია. შემდგომი კითხვა, რატო არ მიდის მაგ მუხლით, ხო? მოდი მიდის თუ არა ასე დავსვათ. შემდგომ არ ვიცი რითი მიდის რაღაცა გადაჭარბება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. შემდგომი კითხვა არის მე რა. სამართლებრივი სტატუსი ამ ხალხის რა არის ამ შემთხვევაში? დღესდღეობით არიან წინასწარ-პატიმრობაში თუ არ არიან წინასწარ-პატიმრობაში? ეს ადამიანები, ვიზეც არის ახლა სამი ადამიანი, მოდი ამ სამი ადამიანზე ვისაუბროთ. სამართლებრივი სტატუსთან დაკავშირებით დასრულდა ამ შემთხვევაში პირველ ინსტანციაში საერთოდ საქმის წარმოება თუ მიდის განხილვა? ეს ხო საზოგადოებას უნდა მიეწოდონ არა? შესახებ ინფორმაცია და მოდი ვთქვათ, მე რა, როდესაც მე კითხვების ფახით ხო საუბრობთ, ახლა მოდი ასე ვთქვათ. აი მე რა ვუყურეთ, როდესაც საუბარი არის, რომ პოლიციის შენობაში ხდებოდა ეს, ხო? ეს გავიგეთ, ხო? ამაზე არის საუბარი, ხო? როდესაც თუ ეს პოლიციის შენობაში ხდებოდა, მე რა, პოლიციის შენობაში მარტო იყო ეს ხალხი, არავინ არ იყო, დაკეტილი იყო ეს პოლიციის შენობა, გაიგო თუ არა? ანუ მიმდინარეობს თუ არა შესაბამისი გამოძიება, გაიგო თუ არა იქ ვინმე თანამშრომელმა აღნიშნული ძალადობის ჩატებში ჩააგდესო, ანუ უყურეთ, გაიგო თუ არა ხმა აღნიშნული ამ შემთხვევაში საზიზღარი ქმედების წამებასთან და ადამიანურ მოპყრობასთან გათანებული ხმებით ისმოდა ხო კადრებში საშინელება იმის ყურება გაიგო თუ არა ვინმე თუ გაიგო შესაბამისად როგორც სამართალ დამცველს უნდა ემოქმედა შესაბამისად იმოქმედა თუ არა შესაბამისად და როგორც თუ კანონის შესაბამისი მოქმედება მოყვა თუ არა სხვა პირების მხრიდან თუ არა ამ ყველაფერს ამქმედებებს მიეცა თუ არა სამართლებრივი შეფასება ახლა ჩატების საკითხთან დაკავშირებით რა როდესაც საუბარია ნუ ეს წარმოუდგენელია ხო რასაც უყურებთ არა მოდით კითხვა მაინც არ ჩდება ამასთან დაკავშირებით როდესაც ამ ყველაფერზე როცა გებულობთ და არის საუბარი ხო ინფორმაცია მოგვაწოდეს რომ გაჟღერდა რომ ჩატებში ჩავარდა ეს ყველაფერია ჩატში ამ შემთხვევაში ვინმეს ხომ არ ქონდა მე რა მოდი დავუსვათ მაყურებელმა ან ვისაც ამ შემთხვევაში არ გვეთანხმება ან სხვანაირად ფიქრობ როდესაც ასეთი მძიმე დანაშაულის შესახებ უთხოვარ კიცებულებას ჩატში აგდებენ და სადაც ამ შემთხვევაში ჩატი თუ არის იგულისხმება რომ სხვა პირებიც არიან როგორც მინიმუმ ხო ამაში ამ პიროვნებებს ამ შემთხვევაში ქონდათ თუ არა გარკვეულწილად დაუჟელობის განცდა. როდესაც აი ამ ყველაფერს ჩატში აგდებდნენ. და მეორე კითხვა მე რა, თუ ჩატში ეს ჩავარდა და თუ იყო ესეთი რამ ფაქტი, იმ ჩატის სხვა მონაწილე პირებმა ამ შემთხვევაში ვინ ჩატში არიან, როდესაც ნახეს უკვე უთხოვარი მტკიცებულება დასტურა იმან თვითონ მამუკა მდინარაძე ერთ-ერთი ერთმანეთში გაავრცელესო და მაქედან გავიდეთ 4 წლის თავზე რა ხო ეგ არ მისმენე ხო მე არ მისმენე მაგრამ ახლა უყურე რო გავრცელდა ვინც ნახა ამ შემთხვევაში ვინც არ განაცხადა, ვინც არ ამ შემთხვევაში ამ დანაშაულის შესახებ არ მოიქცა ისე როგორც სამართალდამცავი და არ მოიქცა ისე როგორც საჭიროა ეს ყველაფერი ამ შემთხვევაში, ანუ შეუტყობინებლობა და ასე შემდგომ, ხო, ეს სამართალ დანაშაულია. ამ შემთხვევაში იმოქმედა თუ არა შესაბამისმა ორგანოებმა ბრალი წარუდგენეს თუ არა და იყო თუ არა შესაბამისი მოქმედება იმ პირების მიმართ, ვინც ნახა და ამ შემთხვევაში ხმა არ ამოიღო, ხო? მოდი აი ამას გავცეთ, მე რა გასცეს, ამაზე უნდა გაეცეს პასუხი. მე მინდა დეტალურად ვისაუბროთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. აი ამ ყველაფერზე გაეცეს პასუხი და შემდგომ მოდი ასე ვთქვათ. რომ არა ვიდეო კადრები მე რა
და ზოგადად ვიდეო კადრების არსებობა. ხო, ჩვენ ნახეთ გორის ფაქტი, ვიდეო კადრები, ნახეთ ახალგაზრდა ბავშვი, არასრულწლოვანმა, რომელმაც თავისი დაკითხვა თუ რაც ქვია იმის ამ შემთხვევაში ფიქსირება მოახერხა და ფიქსაცია და შემდგომ მოხდა იმ პირების სისხლისამართლებრივი დევნის დაწყება. იქნებოდა თუ არა სისხლისამართლებრივი დევნა. და ვთქვათ, რამდენი განცხადებაა მიმართული ამ შემთხვევაში ძალადობასთან დაკავშირებით და რამდენს მოყვა შედეგი და რამდენზე დადგა შესაბამისი რამდენს მიეცა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. თუ არ მიეცა რა არის არ მიცემის ამ შემთხვევაში საფუძველი და რატომ არ მიეცა და თუ მიეცა რეაგირება რამდენ შემთხვევაში მიეცა ვიდეო მტკიცებულებების უტყუარი მტკიცებულებების საფუძველს. მოდ კითხვები დავსვათ ფაქტ აი და მაყურებელმაც მინდა რომ ამ ყველაფერს ჩაერთოს და მაყურებელმაც თავარი კითხვა რა არის და თავარი კითხვა რა არის იცი რომ ჩვენ ნახეთ გორში ამბავი ნახეთ ის 16 წლის ამბავი ანუ ყოველ რაღაც მეორე დღეს ახალი ძალადობის შესახებ ვიღებთ და ესენი გამოდიან მაინც ამბობენ რომ ერთეული ფაქტიაო და ეხლა რამდენი ფაქტი უნდა მოხდეს რომ თქვან რომ არა ერთეული ხო და მაგაზე მაგრამ ამას თავი დავანებოთ თავარი რა არის რომ იმ გორის ფაქტსაც ჩვენ ხედავთ რომ თვითონ პოლიციელიც იღებდა ხო კადრებში ჩანს ანუ ადამიანს ცემენ დანაშაულს ჩადიან და თვითონვე იღებენ ერთი დგას და იღებს ამ ფაქტსაც არ ვნახეთ ეს საერთოდ მათი გადაღებული გავრცელდა და ეგ კითხვა ხომ უნდა დაისვას რატო იღებენ დანაშაულს საკუთარ დანაშაულის ფაქტებს რატო ტოვებენ ეგ კითხვა დავსე დაუჯერობის სინდრომი აქვს თუ არა მაგას ეხლა დავსე ანუ როდესაც ადამიანი ჩადის ასეთ სისასტიკეს და შემდგომ ამის რატო უნდა გადაიღო შენ თვითონ ანუ რაღაცა კინოსტუდიასავით აქვს იქ მოწყობილი ხო და აი ამ ყველაფრის გადაღებას ამ შემთხვევაში უყურეთ აი ამ ყველაფრის გადაღებას ახორციელებს და შემდგომ აგდებს ამ შემთხვევაში ამ ყველაფერს ჩაჩი თუ რასაც ქვია უზიარებს არ ვიცი ვინ იყო რამდენი იყო ეს გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე საუბრობთ ხო აქვს კითხვა აი ვისაც კი არ გვეთანხმება და რამე კითხვა რა უჩნდება იმ ადამიანს აქვს თუ არა დაუსჯელობის განცდა ამ შემთხვევაში თუ ის არ გავრცელდა და რამე აქვს იმის გავრცელობის განცდა მაშინ კითხვა დაისვას კიდევ რომ არ ყოფილიყო ვიდეო კადრები მოდი ესეთ კითხვა დავსვათ რომ არ ყოფილიყო მე რა ვიდეო კადრები და რო არ გავრცელებო ან რო არ ხონოდა ვიდეო კადრები ერთ შემთხვევაში მეორე შემთხვევაში ან მესამე შემთხვევაში ჩანაწერი ბავშვთან დაკავშირებით მოხდებოდა თუ არა ვინმეს ასოხიზგებაში მიცემ სისხლისამართლებრივი დევნა ამ შემთხვევაში დაიწყებოდა თუ არა ხო დაიწყებოდა თუ არა ასეთი მომხდარა დაიწყებოდა თუ არა შემდგომ მე რა როდესაც საუბრობთ ხო არ გამოძიებულ შემდგომ სისხლისამართლის საქმეებზე აი პირდაპირ გეტყვი არ გამოძიებული სისხლისამართლის საქმეებზე ხო მე მინდა გავიხსენო აი თავით კაცარავას ცემის ფაქტი ყველა ხო ნახეთ არა ეს ხო დაკავებული ადამიანი რომელიც შემდგომ გადავიდა ამ შემთხვევაში მათ ხელში და ნაცემ ნაბეგვი, ну, არ სასწაული იყო იმას უყურებდი, განმოაგდეს. პასუხისმგებლობის საკითხი სად არის მე რა? ერთეულ საკითხები არ, ანუ აქ უნდა იყოს მიდგომა, ისეთი რომ ყველას პასუხისმგებლობის საკითხი ვინც კი სისხლისამართლის დანაშაული ჩაიდინა, უბრალოდ აი ეს არის. ეს ადამიანები თვითონ შეურაცხყოფენ ამ შემთხვევაში სისტემა. დიახ, ძალიან ბევრი წესიერი და კეთილსინდისიერი ადამიანია, ძალიან ბევრი, მაგრამ აი ეს ფაქტი და ამ ფაქტებზე შესაბამისი, ახლა რასაც გეუბნებით, ხო შესაბამისი არ რეაგირება. აი, ალეგველისაშვილის ფაქტი მინდა მოგიყვეთ. შემდგომი, აი მაგალითისათვის ირაკლი კუპრაძე, ხო, ჩემი პარტიის გენერალური ლიდერი, რომელსაც დაკავებას ადმინისტრაციული წესით რო დააკავეს, შემდგომ მთელი ამ შემთხვევაში გამოკითხვა მოხდა მის ახმეჭდა მის ძალადობა მის მიმართ განხორციელებულ ქმედებასთან დაკავშირებით, სად არის ამ შემთხვევაში? ანუ ბევრ ფაქტთან დაკავშირებით საუბრობთ. ბევრს მოგიყვანენ, ხო, რამდენი არის ჩვენ ვიცით, ახლა არ მინდა რამე ვინმე და რამე გამომჩეს, აბა ეს დაწყებულია, ხო, გამოძიება, მარტო გამოძიების დაწყებულია. შედეგები სად არის? მაინდა-მაინც ვიდეო მტკიცებულებები უნდა იყოს ხალხო. აი, მტკიცებულებები უნდა იყოს. თვითონ უშუალოდ ფაქტის მაგრამ მტკიცებულება დავასრულე, მე რა მტკიცებულებაა თუნდაც კაცარავას ფაქტთან დაკავშირებით. გახსოვთ ხო ეს ფაქტი? არსებობს ხო რომ წაიყვანეს და მე როგორ გადმოვიდა საიდან? აი როგორ, ანუ დაკავებამდე იყო ნაცემი არ იყო. დაკავების შემდგომ რა სიტუაციაში ვიხილეთ ბატონი კაცარავა? ელისაშვილის ფაქტი ანალოგიურად ალიკო ელისაშვილი. ხო და აი ამაზე უბრალოდ კითხვები დავსვა და მოდი მოვითხოთ ხო პასუხებთ ხო გაგცენა პასუხები ამასთან დაკავშირებით ხო მიმდინარეობს გამოძიება გასაკეთებელი ბევრ ამაზე შეიძლება ვთქვათ რომ ახლა მიმდინარეობს გამოძიება მაგრამ კითხვებია ხალხო ელემენტარული კითხვებია და პასუხები გჭირდება ამასთან დაკავშირებით ხო მე როგორც ერთ საქართველოს მოქალაქე ხო
სხვა მკითხებს ხო? იქ ფაქტებთან დაკავშირებით ახლა როდესაც ეს საზიზღარი ბოლო ფაქტი გავრცელდა, ხო? ბევრმა თავისი პოზიცია დააფიქსირა ამასთან დაკავშირებით, ბევრს ხო? ბევრს საკუთარი თავი გაახსენდა და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. ამას ჭირდება პასუხები ამ მკითხებს, ხო? ანუ მათი პასუხი მე ვსაუბრობ იურისტები იყო, როგორც მითხეს ადვოკატები რაღაც პოზიციას აფიქსირებდნენ ამასთან დაკავშირებით, რომ ხდება, მაგრამ გამოძიების ფაქტები არ არის და ასე შემდგომ, ხო? ანუ ზოგადად პრაქტიკა, ხლა და თავარი საკითხი მინდა ეს კიდე ყურადღება თქვენი და თქვენი მაყურებლის მე რა მივაქცი. უყურეთ, რატომ არ არის აღჭურვილი პოლიცია ვიდეო სათვალთვალო სათვალთვალო ვიდეო ჩამწერი, უბრალოდ ვიდეო რეგისტრატორებით. აქ არ არის პატრულზე საუბარი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გვინახავს, რომ პატრულისაც არ მუშაობდა, საუბრობდნენ, მაგრამ პატრულზე არ არის მხოლოდ საუბარი აქ. ყველა პირი ამ შემთხვევაში პოლიციელი, რომელიც შემხებლობაშია მოქალაქესთან, რომელიც სამართლებრივ, საპროცესო ადმინისტრაციული წესით გასაუბრებას თუ სამართლებრივ სხვა მოქმედებებს დაკავებას შეკას რასაც გინდა დავარქვათ ახორციელებს რომ იმდინარეობდეს მისი უწყვეტი ამ შემთხვევაში ჩაწერა კანონის საფუძველზე ბუნებრივია მიდიაროდეს ჩაწერა იმ მოქმედების რა საპროცესო თუ ადმინისტრაციული წესით მოქმედებას ახორციელებს ეს ხო გამორიცხავს შემდგომ დიდწილად 100%-ად რა დიდწილად გამორიცხავს და დაცულობას შემატებს ადამიანს ამ შემთხვევაში მოქალაქეს და ყველაფერს გამორიცხავს, რომ ამ შემთხვევაში არ იყოს ბევრი საუბარი, ხო? რატომ არ ხდება? მოდი ვთქვა. 21 საუკუნეა. ტექნიკური საშუალება არსებობს. არ მგონია ძალიან ძვირიждებოდეს. და თუ პატრულის თანამშრომლები ამ შემთხვევაში აღჭურვილი არიან, მათ ვალდებულება უნდა ქონდეთ და ასევე სხვა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს. ხო ამაზეა საუბარი გაფუჭების შემთხვევაში და იქ 2 და 3 ერთად ხო ეს უკვე გონებობის მიღვა გამოვა. ხო, როდესაც თუ ეს ამის ვალდებულება იქნება, რომ 2-3 ადამიანი როდესაც ახორციელებს საპროცესო მოქმედებას, უყოლას თუ ახლა წყობიდან გამოვიდა და მე ტელეფონი ამ შემთხვევაში ხო არ გამოვა წყობილებიდან, არა? და ანუ ხო არ გაფუჭდება, ყველაფერი ერთად ხო არ გამოვა და ხო არ იქნება ისეთი რომ არ მუშაობს. აქედან გამომდინარე იმ საპროცესო მოქმედების შესაბამისად უკვე არ მინდა სიღრმეებში შევიდე სამართლებრივად ამის გაწერა შესაძლებელია რომ იმის ვალდებულება იყოს და იმის ყველაფერი იყოს. მე რაზე ვლაპარაკობ, იცი? ამ ყველაფერს ჭირდება სწორად დანახვა და სწორი ქმედება და სწორი მოქმედება. აი ამაზეა საუბარი. ხო, რა თქმა უნდა და ხო არ გეჩვენება რომ უბრალოდ ამ ხელისუფლებას აქვს რაღაც ესეთი მიდგომა რომ მხოლოდ იმას დავაკავებთ, ვინც დაიწვება ფაქტზე. ანუ მისი კადრებიც გავრცელდება. ანუ მე რა ზუსტად ამაზე აპელირებ რომ დავაკავ. ანუ დაახლოებით პოლიციასთან როგორ დამოკიდებულება იცი, კი ბატონო, შეგიძლია რაც გინდა ქენი, მაგრამ არ უნდა დაიწვა. თუ დაიწვევი, აი მარტივად. მე დაგიჭერ. მარტივად. ახლა ვიღაცა თქვენ არ გეთანხმება სიტყვაზე. დაუშვათ, ხო? აი დაუშვათ არ გვეთანხმება და რა. ახლა თქვენ რაც თქვით. უყურეთ, მე წეხან დავსვი ზუსტად ეს კითხვა და ამაზე ვსაუბრობდით, ხო? რომ არა კადრები, მეგობრებო. აი რომ არა კადრები ამ შემთხვევაში. კადრებს მიღმა რამდენი განცხადება არის, რამდენი შესული არის, ხო? როგორი არის რეაგირების ხარისხი გამოძიების მხრიდან, პროკურატურის მხრიდან და შესაბამისი ორგანოების მხრიდან, ხო? და ეს კითხვებს ბადებს თუ არ ბადებს ეს ყველაფერი კითხვის. მოდი ამაზე ვისაუბროთ, ხო? ანუ კითხვის გამჩენი არის ეს კითხვას აჩენს ეს ყველაფერი ამასთან დაკავშირებით. როდესაც საუბრობ და მე ხა ვკითხულობდი და სამშვებოდი რა დღეს მთელი სოციალურ ქსელში შემდგომ გამოდიან და გამართლებას ცდილობენ მე შერბილებული ამ შემთხვევაში ტერმინოლოგიით, გადაცდომა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? და ამასთან დაკავშირებით საუბრობენ. მე გავიხსენე და გავიხსენებ ერთხელ ეთერში და ახაც გავიხსენებ, ხო? ანუ დავაკავეთ, კი, გასაგებია, დააკავეთ, მაგრამ უყურეთ, გირგვლიანის საქმეზეც ასე საუბრობდნენ წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ის სადისტები გირგვლიანის საქმეში მონაწილე სადისტ, მე ამას სხვანაირად ვერ აღვიქვამ, რაც მაშინ მოხდა ის მსგავსობა დაკავებული იყვნენ ის ადამიანები და დააკავეს საზოგადოების პროტესტის და ზეწოლის შემდგომ, მაგრამ გაგრძელდა თუ არა ამასთან დაკავშირებით პროტესტის, გაგრძელდა თუ არა სამართლებრივი ქმედებები და გამოიტანა თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ის გადაწყვეტილება, რაც გამოიტანა, სადაც საუბარი იყო, რომ მთელი სისტემა იყო ჩართული გირგვლიანის საქმეში მონაწილეობასთან დაკავშირებით. მე დავსვათ კითხვა ელემენტარულად და მე ეს კითხვა უნდა
დავსვა და ყველამ კარგად ვიცით, ხო? და დავაფიქსირო ჩვენი პოზიცია. ცნობილი საქმის მოსამართლეები არიან დღეს თუ არა მოსამართლეები ამ შემთხვევაში. ცნობილი საქმის მოსამართლეები. შემდგომ პოლიტპატიმრები რომ ყავდა ქვეყანას და 2012 წელს ხო ვიცით არა პარლამენტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და ნუ ათობით თუ ასობით პოლიტპატიმარი იყო. ვინ შექმნა ხალხმა ეს პოლიტპატიმრები? ამ პოლიტპატიმრების შემქმნელები თუ ადამიანს პატიმარია და პოლიტპატიმარია ამ შემთხვევაში პოლიტიკური мотиваციაა, ხო? ვინ მიუსაჯა? ბრალი ვინ წარუდგინა? არის თუ არა ადამიანის პოლიტიკურ დემის გამო, პოლიტპატიმრად ქცევის გამო ვინმე პასუხისგებაში მიცემული წინა ხელისუფლების დროს, ხო? ამაზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში, აი დაუშვათ. და ის ადამიანები შემთხვევით ახლა ხო არ მუშაობენ. და სანდოობის ხარისხი როგორია ამ ადამიანების მიმართ? თუ კობახიძემ რო თქვა, მაშინო ცუდ საქმეებს აკეთებდნენო, დაახლოებით ასე ზუსტად შეიძლება დაახლოებით კარგ საქმეებს გააკეთებენო. მე, რა ვიცი, ჯერ აქვს მეგობრებო ესეთი ფერიცვალების?